პოლიცსაბჭოს დასრულების შემდგომ მოვასარი საბედნიეროდ მეყურებინა ისტორიული თამაშისთვის საქართველოს საფრანგეთის მონაწილეობით და ულოცავ თელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას მე როგორც ისევ ძალიან ბევრი სპორტის ხომაგი ბავშვობიდან ხომაგობ ჩვენ ნაკრებს და ნამდვილად ეს იყო უდიდესი მიღწევა რომ საფრანგეთი ერთ-ერთი უძლიერესი გრანდი რა თქმა უნდა სოფლიო კალათბურთის დავამარცხეთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თამაში და ქართულ ბიჭებს პირველ რიგში საერთაშორისო და ყველას მადლობა ამ წარმატებისთვის და სხვა სპორტის სახეობაში მათ შორის ფეხბურთის თამაშიც არის უსურვებ ჩვენ ქვეყანას წარმატებას თავი რა თქმა უნდა სახელმწიფოც მოწოდების სიმაღლეზე იდგას არა მხოლოდ სპორტული ნაკრებები. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას იცით რა თქმა უნდა ეხლა მნიშვნელოვანი პერიოდი არის ქვეყნისთვის ალბათ ყველას თითოეულ საქართველოს მოხალხე აცნობიერებს რომ შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში მაგალითად ჩემი თაობის ცხოვრებაში ალბათ გადამწყვეტი მომენტის დგას პოლიტიკური ცხოვრების კუთხით ამიტომაც პოლიცსაბჭოს შეკრება ეხლა მნიშვნელოვანი არის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში როდესაც ფიქრობთ რომ წყდება ქვეყნის ბედი და ეს არ არის რაღაც ლიტონის სიტყვები იმიტომ რომ ყოველთვის როცა პოლიტიკას ეხება საქმე ქვეყნის ბედი წყდება მაგრამ აი ამ თვეების მანძილზე მართლა ქვეყნის ბედი წყდება იმიტომ რომ ივანიშვილმა განაცხადა რომ მის დიქტატურას ამყარებს ქვეყანაში მას მაქსიმუმ რაც შეიძლება წარმოედგინოს შეიძლება ყავდეს სისტემური ოპოზიცია რომელიც ოპოზიციონერის როლს მორგებული იქნება, თუმცა რეალურ წინააღმდეგობას მის სისტემას არ გაუწევს და ამ სისტემაში აბსოლუტურად გამორიცხული იქნება სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზება, ხო? და დასავლეთისგან სრულიად გაუცხოებული და იზოლირებული იქნება ჩვენი ქვეყანა. ამ შემთხვევაში ნაცნობ მოძრაობას აქვს ძალიან მკაფიო პასუხი, ხო? ივანიშვილმა გაიმეტა ქართული დემოკრატია და ქართული სახელმწიფოებრობა განადგურებისთვის და ჩვენი პასუხი არ გახლავთ რაღაც გამოგონილ ფეიქ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება, ჩვენი პასუხი გახლავთ ბრძოლა ბოლომდე ქართულ ხალხთან ერთად და ის ქუჩის მონაპოვარი, დიახაც ქუჩის ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც არის 9 აპრილის მონაპოვარი, რომელიც არის 23 ნოემბრის მოპოვებული, ეს არის ერთი მხრივ თავისუფლება, მეორე მხრივ სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები, ვესტერნიზაცია ქვეყნის და დემოკრატიზაცია, ივანიშვილის მიერ არ იქნება განადგურებული 4 ოქტომბერს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს არა რაღაც ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებზე, სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ შევხვდებით რუსთაველის გამზირზე და უნდა ვიყოთ უპრეცედენტო დიდი რაოდენობის ადამიანები, ვინც არ ვეგუებით იმ ქვეყანას, რომლის კონტურები გამოიკვეთა კი არა, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ბოლო ერთ წლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ ათეულობით პოლიტიკური პატივანი გვეყოლება ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ქუჩაში გასვლა იქნება დაყადაღების ტოლფასი ფაქტობრივად. ეს იქნება იმის ტოლფასი ადამიანის კრიტიკული აზრი, რომ მის საჯარო სამსახურში ვეღარ ემუშავებს ფიზიკურად და გაათავისუფლებენ. კრიმინალი იქნება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან შეზრდილი და ერთად მოუწყობენ ტერორს ყველა გასხვებულად მოაზროვნე ადამიანს. ამას არ ვეგუებით. ეხლა პირდაპირ გეტყვით, რომ საუბარი ეხლა მესმოდა რა რაღაც წინა ჩართვა. აი საუბარი ეხლა გაზმომარაგებაზე, ელექტრომომარაგებაზე როცა ქვეყნის ბედი წყდება, როდესაც არ ვიცი ხა მართლა ჩვენი მომავალი თაობები როგორი ტიპის სახელმწიფოში ცხოვრობენ, ეს წყდება, ანუ ავტორიტარულ ბანაკში ვიქნებით, ანუ რუსეთის და ირანის მოკავშირეები ვიქნებით, თუ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიქნებით. აი ეს ყველაფერი როცა წყდება, ამ თემებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ ფიზიკურად, რაც არ უნდა გვადარდებდეს და მნიშვნელოვანი იყოს. ახლა წინა აიყო არჩევნები ხომ როცა მართლა სანდოობა იყო საზოგადოებაში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის პარლამენტის გარეთ, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა ხოლმე, რა თქმა უნდა, ძალიან საფუძვლიანი მიდგომა ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან, მაგრამ ეხა ამაზე ფიზიკურად ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ამ გადამწყვეტ ბრძოლას და 4 ოქტომბერს ბატონმა პაატა ბურჭულაძემ მისმა რუსთაველის საზოგადოებამ არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო პარტიების მხრიდან, არამედ რაც მთავარია, სახალხო მხარდაჭერა მიიღო. სახალხო მხარდაჭერა მიიღო, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩანს, ეხა ყოველ საღამოს თუ არა, ნუ კვირაში ამდენჯერმე ვახერხებ იქ მისვლას და არის სრული სოლიდარობა ფაქტობრივად, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა შეიძლება, მაგრამ ნუ აბსოლუტური უმრავლესობა არის მოკლედ 4 ოქტომბრის მოლოდინში, მათ შორის მხარდაჭერა მიიღო მან საზოგადოების ცნობილი სახეებისგანაც ვიხილეთ ბრიფინგი, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, რომელთაც პარტიული ბმა არ გააჩნიათ არავისთან. მათ შორის ვიხილეთ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის განცხადება ბატონი ვაშაძის და ნაციონალურ მოძრაობას ეხა ჩვენი პოლიტიკურ ძალას რომ ეს უკომპრომისო ბრძოლა აქვს არჩეული, ალბათ ყველასთვის ცნობილი იყო და ის რომ ეხლა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბიბიშვილი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ალბათ მარტივი იყო შემდგომში ადამიანები მიხვდარი იყვნენ, რომ განსხვავებული აზრი არ არსებობს ჩვენ პარტიაში, აბსოლუტურად არსებობს კონსენსუსი, ყველა ვთანხმდებით და დღეს ერთი ადამიანი არ ყოფილა წინააღმდეგი თელ პოლიცსაბჭოში, რომელიც 124 ადამიანს აერთიანებს ყველა საქართველოს რეგიონიდან, რომ ბრძოლა არის გადამწყვეტი, ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე და ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს იმის უფლება რომ დიქტატურა გაიფორმოს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ციკლი პოლიტიკური, რომელსაც ესე აღიქვამს ივანიშვილი, რომელიც უნდა დასრულდეს აი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებით, სადაც თითქოს და რაღაც დემოკრატიის ილუზიას შექმნის და საბოლოოდ ჩააბეტონებს თავის დიქტატურას. კი ბატონო, ირაკლი, აი რითი იქნება 4 ოქტომბერი იმ სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებული, რომელიც ასევე გადამწყვეტი ბრძოლის დღე უნდა ყოფილიყო, ხომ? აი ასეთი ტიპის შეფასებები არაერთხელ მოусმენია
საზოგადოებას. ამჯერად 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ესეთი მოლოდინი, აი რა იქნება განსხვავებული და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მათ შორის აი ამ სიტყვებზე, როდესაც ამბობთ, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს გადამწყვეტი და აი 5 ოქტომბერს შესაძლოა საერთოდ სხვა რეალობაში გაიღვიძონ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. რითი იქნება ეს განსხვავებული? არაერთი საპროტესტო აქცია გვინახავს, 10,000-ობით ადამიანი გვინახავს გამოსული ქუჩაში, დაპირისპირება გვინახავს სპეცრაზმთან თუ ტიტუშკებთან, რომელსაც იყენებს ქართული ოცნება. მე დარწმუნებული ვარ, როგორც თქვენ ემზადებით აი ამ გადამწყვეტი დღისთვის, ისე ემზადება ალბათ ქართული ოცნებაც, ხომ აი ამ 4 ოქტომბრისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აი ესეთ მოლოდინებს ქმნის. რა გახდის ამ დღეს განსხვავებულს და გადამწყვეტად რა აქცევს სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით? ჩვენი რწმენა ეფუძნება ძალიან მარტივ რამეს. 4 ოქტომბერი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ მნიშვნელოვან თარიღზე, არის გადამწყვეტი ჩვენი ღრმა რწმენით. ეხლა არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება თქონდეს სკეპტიკური დამოკიდებულება. მათი ეს დამოკიდებულება ნასაზრდოები არის ორი ძირითადი გარემოებით. პირველი, ეს არის მათი აზრით, რომ ივანიშვილის სისტემა არის უძლეველი და ძალიან ძლიერი და მასთან შედარებით მეორე, ქართული ხალხის ეს ბრაზი, ქართული ხალხის სამართლიანი პროტესტი არის უფრო სუსტი. სინამდვილეში ჩვენ ღრმად გვწვამს, რომ არასოდეს ასეთი სუსტი ივანიშვილის სისტემა არ ყოფილა. პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე საუბრობენ, რომ ისინი არიან თურმე გუნდის მოღალატეები, რომ თურმე მათ უღალატეს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ მათ გუნდსაც, საუბრობენ იმაზე, რომ მათი ყოფილი წევრები თუ მოქმედი წევრები, ესეც გაურკვეველია ინფორმაციებს, ასე ვთქვათ, გარეთ გააქვთ მათი გუნდის წევრებს, ერთმანეთს ესვრიან, ერთმანეთის წინააღმდეგ აი ამ სროლის შემდგომ გამოძიებასაც არიწყებენ და რაღაც საოცრად აბსურდულ ვერსიებს თავაზობენ ქართულ ხალხს, რომ თურმე ეს უნდა დავიჯეროთ, ეს აბსურდული ვერსია. ერთმანეთს სამსახურებიდან აგდებენ, ყველა კლანი დაიშალა, ყველგან სპორტული ფედერაციებიდან დაწყებული, მართლა ბოლო ეტაპამდე ასული, ბოლო ეშელონამდე ასული, ყველა დონეზე არის უდიდესი დაპირისპირება, კლანებს შორის ბრძოლა არის კულმინაციურ მომენტში, სანქცირებულთა 70% მოისროლეს თანამდებობებიდან, ივანიშვილი არის სანქცირებული და მართლა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისევე როგორც მთელი მისი ბიზნეს ელიტა, რომელთვისაც სანქცია ძალიან მძიმე არის და მოსალონელია ევროკავშირის მხრიდანაც, ამერიკის მხრიდანაც მეგობარი აქტით და სხვა საშუალებებით ამის გაგრძელება, ამ პირობებში ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ივანიშვილის სისტემა არის სუსტი. როგორი ერთი წლის წინაც როგორიც იყო, ეგეთიც აღარ არის. მათ შორის ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლების აღარ არიან ეგრე მაგრად მომზადებულების და პირიქით მათ სულისკვეთებაც არის გატეხილი. მით უმეტეს ძალოვან სტრუქტურებში სიტუაციის დაალაგებას რამდენად დიდი დრო უნდა და ესე დროებითი კადრებით რო არ ხდება ამ სიტუაციის დაალაგება ყველამ კარგად იცის, ვისაც ძალოვან სტრუქტურებთან რაიმე ტიპის შეხება ქონია. და მეორე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხი ასეთი გაბრაზებული, ასეთი ძლიერი არასოდეს არ ყოფილა, იმიტომ რომ როგორც არასდროს ისე მიხვდა ქართველი ადამიანი, რომ ივანიშვილი არაპირებს არჩევნების ჩატარებას, რომ ივანიშვილი გადასული არის კულმინაციურ მომენტამდე. ვინმეს გჯერათ, რომ ივანიშვილი საქართველოში რაიმე ტიპის ოპოზიციონერობას აზრი ექნება, მართლა გონიათ, რომ რეალური ოპოზიციონერები ესე ქუჩაში თავისუფლად ივლით, ტელევიზიაში ვეღარ მიხვალთ, იმიტომ რომ ტელევიზიები დაიხურება. პარტია აღარ გექნებათ, იმიტომ რომ პარტიები აიგზავნება. არასდროს ორგანიზაციები აღარ იარსებებს, რომ ხალხს დაუდგეს გვერდში და რისი იმედი გაქვთ აბა? იმის რომ უბრალოდ გადარჩეთ, თვით გადარჩენაზე. მე ვფიქრობ სამშობლოს გადარჩენაზე. ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოს გადარჩენაზე. ჩვენთვის გასაგებია და ნათელია, რომ ჩვენი ბრძოლა, ქართველი ხალხის ბრძოლა, ის ბრძოლა, რომელსაც ანწუხელიძე შეეწირა და პიარსკია შეეწირა ეს კაცი, არამედ საქართველოს დროშას შეეწირა, რასაც შეეწირა, თუნდაც მერაბ კოსტავას, ვიად გამსახურდა, ქაქვსა ჩოლოყაშვილი, ნებისმიერი რუსულ იმპერიასთან მებრძოლი გმირი. აი, რასაც შევეწირეთ იმ იდეისთვის, ჩვენ უფრო ძლიერად გავწირავთ თავს, ვიდრე პრემიებისთვის, ბიუჯეტისთვის, დანამატებისთვის და პრივილეგიებისთვის გაწირავენ თავს ყობახიძე, არ ვიცი, ივანიშვილის ბანდის სხვა წევრები და მათი ზონდერ ჯგუფები. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს შეგვიძლია თუ ყველა ამას დავუჯერებთ, თუ ყველა საქართველოს დროშებით გამოვალ და თუ ყველას გვეცოდება, რომ ჩვენკენ არის ისტორიული სიმართლე, რომ ჩვენ ვართ მართლები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია, ჩვენ ვაჯობებთ დავამარცხებთ ივანიშვილს და მის ბანდას და როდესაც ამ პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი, ამიტომაც არის, რომ ეს აზრი არის უფრო დომინანტური, უფრო მისაღების საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი და ამას კარგად ხედავ Facebook-ზე, თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. მადლობა.